მოდით ნახოთ მეგობრებო რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 15 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით რა კვირის ენერგიებს გავივლით რა გველოდება რა მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში ნახოთ აბა თასების ოთხიანი, თასების რაინდი და ვერთხების დედოფალი. უპირველეს ყოვლისა შემიძლია გითხრათ ის, რომ გარკვეული კრიზისული ემოციებიდან, გარკვეული კრიზისული მდგომარეობიდან შეძლებთ გამოსვლას, აქამდე თუ თქვენ თავს გრძნობდით დადრგუნულად, დეპრესიულად, თითქოს გაჭედილად ერთი და იგივე სცენარში, ერთი და იგივე ადგილას, მინდა გითხრათ, რომ ამ ენერგიებიდან აუცილებლად გამოხვალთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და გადადიხართ უფრო შემოქმედებით ენერგიებში. ამასთან ერთად იქნებით მაქსიმალურად შთაგონებული ხელოვან ადამიანებს ეხება ეს განსაკუთრებით ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობთ იქნებით უფრო ენერგიული აქამდე თუ ერთი დღის განმავლობაში ვერ ასწრებდით ბევრ რაღაცას დამიჯერეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს სავსებით შეიცვლება და ერთი დღის განმავლობაში იმდენს მოასწრებთ რომ გაგიკვირდებათ კიდევაც საკუთარი თავის პლუს ამასთან ერთად როგორც უკვე ზემოთ ვახსენე აქ ჩანს შთაგონება ახალი ენერგიები ახალი ინტერესებიც შეიძლება იყოს ამასაც არ გამოვრიცხავდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში ცოტა რთულად იჩეხება არკანები პენტაკლების ტუზი არკანი განდეგილი და არკანი ეშმაკი ახალი ფინანსური შესაძლებლობები ახალი ფინანსური შანსები მოიჩქარება თქვენკენ ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია მაგრამ ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა ან ამ სფეროში რაღაც გარკვეული ცვლილებები ვიღაცისთვის ეს არის რაღაც დიდი რა თქმა უნდა ხო ანუ ისეთი როგორც ზემოთ ვახსენე არის უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა ან რაღაც კარიერული ცვლილება რადიკალური ხო? თუმცა პირდაპირ ვიტყვი უმეტესობასთან ეს არის უბრალოდ რაღაც პატარა ფინანსური ბონუსი. თუ თქვენ გაქვთ რაღაც ისეთი სამსახური, სადაც ხართ დამოკიდებული კლიენტებზე, ბონუსებზე, მინდა გითხრათ რომ ეს იქნება მაქსიმუმზე. აყვანილი, ანუ მაქსიმალურად ბევრი კლიენტები, მაქსიმალურად ბევრი ბონუსები, მაქსიმალურად ბევრი ფინანსური ენერგია წამოვა თქვენკენ და ნახეთ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მე უკვე ზემოთ ვახსენე, არკანი განდეგილი და არკანი ეშმაკი ამოვიდა, რომლებიც მეტყველებენ იმის შესახებ, რომ აქ თქვენ მოგიწევთ თქვენს ბნელ მხარესთან შეხვედრა. ბნელი მეგობრებო არ ნიშნავს ცუდს ან ბურუს, ბნელი არის უარყოფილი სოციუმის შიშის გამო, გაკიცხვის შიშის გამო. ზოგადად შიშების, კომპლექსების, სირცხვილის გამო და ზუსტად ამ მხარეს შეისწავლით და სადღაც მიიღებთ კიდევაც. და იცით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის თვითგანვითარების და იცით ჩრდილები, ჩვენი ბნელი მხარე, ჩვენი ჩრდილები ყოველთვის არსებობენ და რამდენიც არ უნდა შეისწავლოთ ისინი, რამდენიც არ უნდა მიიღოთ, ყოველთვის შეგიძლიათ რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოთ რაღაც ახალი და სამყარო ზუსტად ამას დაგიმტკიცებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში.